მოგესალმებით და მოგახსენებთ შემდეგს. ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც დღეს იხილება სასამართლოში, ეხება თქვენი ცით ერთ ან ორ კონკრეტულ ეპიზოდს. ზოგი შემთხვევაში ორ ეპიზოდს, ზოგი შემთხვევაში ერთ ეპიზოდს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ამ ადამიანებთან მიმართებაში შეკითხვების დასასრული. ამ ადამიანებთან მიმართებაში საზოგადოებას აქვს ძალიან ბევრი შეკითხვა. საზოგადოებას ზოგადად და იმ ოჯახებს, ვინც ამბობს, რომ ამ ადამიანებმა მათ მოუკლეს ოჯახის წევრი, მიაყენეს სხვა ტიპის ზიანი და ასე შემდეგ. პირველ რიგში გულისხმობ, რა თქმა უნდა, ბაჩუ ახალაიას. საჩივრების საკმაოდ დიდი რაოდენობა შემოდის ბოლო დღეებში ბაჩუ ახალაიასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში, როგორც მთავარი პროკურორის სახელზე, ასევე ხანდახან პირადად ჩემს სახელზეც. თითოეული ეს საჩივარი საჭიროებს გამოძიებას იმისთვის, რომ დადგინდეს, წერია თუ არა ამ საჩივრებში სიმართლე და თუ წერია სიმართლე, რა დოზით. თუ ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს საჩივრები სერიოზული შეიძლება იყოს, ანუ როგორც ამას სამართლებრივ ენაზე უწოდებენ, აშკარად დაუსაბუთებელი არ არის, მაშინ დაიკითხებიან შესაბამისი მოწმეები, რომ დადგინდეს არის თუ არა საფუძვლიანი ახალი ეპიზოდით სისხლის სამართლებრივი დევნა თუნდაც ბაჩუ ახალაიას წინააღმდეგ. მაგრამ თუ შემოვიფარგლებით ამ ეტაპზე იმით, რაც უკვე დადგენილია, ჩვენ ვიცით, რომ ბატონი შამათავას, ბატონი ახალაიას და ბატონი გენერალი კალანდაძის წინააღმდეგ გარკვეული ფაქტების ერთობლიობა ეჭვს არ იწვევს. ეს გახლავთ ის, რომ სავარაუდოდ მათ ჩაიდინეს სულ ცოტა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 323 მუხლით. ეს გამოიხატა იმაში, რომ ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ ჯარზე ეგოთ პასუხი და ჯარზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჯარის ხელმძღვანელობას არ ნიშნავს, ჯარზე პასუხისმგებლობა ნიშნავს ჯარისკაცის პატივისცემას, ჯარისკაცის ღირსების პატივისცემას და იმ ადამიანების პატივისცემას, ვინც ჯარს ემსახურება, ჯარში მსახურობს და იცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამის საწინააღმდეგოდ მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩუ ახალაიამ, მაშინდელმა მაღალჩინოსანმა შამათავამ და სულ რამდენიმე დღის წინ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა გენერალმა გიორგი კალანდაძემ ირკვევა, რომ ჩაიდინეს თურმე შესაძლოა ის, რაც არამხოლოდ ჯარისკაცის ღირსებას შეურაცხყოფს, შეუფერებელია გენერლის თანამდებობისთვის და ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. გენერალი კალანდაძე, რომელსაც შეეძლო ეცემა ჯარისკაცი, ხელით თუ წიხლით, აეწია მისთვის ყური, მოეხია მისთვის სამხრეები, ეგინებინა მისთვის დედა, ამგვარი გენერალი ჩვენ არ მიგვაქანებს ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურებისკენ. ამგვარი გენერალი ხელს უშლის ჯარის განვითარებას და ამგვარი გენერალი, რომელმაც სხვა მხრივ გარკვეული დამსახურებები აქვს მას ქვეყნის წინაშე, პარალელურად ჩაიდინა ის, რაც არ ეგების, რომ გენერალმა ჩაიდინოს. ჩვენ თქვით ერთი რამ, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, რომ აღვადგენთ სამართლიანობას და რომ კანონის წინაშე ყველა აგებდა სამართლიანად პასუხს. ეს ეხება ჩვეულებრივ რიგით საჯარო მოხელეს, ეს ეხება ყოფილ მაღალჩინოსანს, როგორიც არის ბაჩუ ახალაია და თქვენ ნახეთ, რომ ეს შეეხო და შეეხება ისეთ მაღალ
თანამდებობის პირს, როგორიც იყო ბატონი გიორგი კალანდაძე. შერჩევითი სამართალი აღარ იქნება. რაც შეეხება მომავალს, არ არის გამორიცხული, რომ ბატონი გიორგი კალანდაძის მიმართ ბრალი დამძიმდეს. არ დაგიმალავთ, გუშინაც იყო ამაზე საუბარი პროკურატურის შიგნით, თუმცა მე ვარ ის ადამიანი, ვინც ხელი მოაწერა გიორგი კალანდაძის ბრალის წაყენების დადგენილებას და ჩავთვალე, რომ ის მტკიცებულებები, რაც იყო შეკრებილი მოცემულ კონკრეტულ მომენტში, მე მხოლოდ იმის საფუძველს მიქმნიდა, რომ 333 მუხლით ყოფილიყო ბრალი წაყენებული. დანარჩენი ნაწილი საქმის, თუ მომავალი საქმის მტკიცებულებებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს და მხოლოდ მაშინ დაუმძიმდება მას ბრალი, თუ ამის უტყუარი მტკიცებულებები შეიკრიბება. ბაჩვა ხალაიასთან დაკავშირებით მეორე ეპიზოდი, რაც არის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, იქ ცალსახად სახეზეა დანაშაულის ნიშნები და სავარაუდოდ ბაჩვა ხალაიამ არამხოლოდ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა მეოთხე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, არამედ შემდეგ ერთ-ერთ სუფრაზე მან გასცა ბრძანება, რომ ერთ-ერთი მოქალაქე წაეყვანათ და როგორც მას უთქვამს, დაემწყდიათ. ხალხის დამწყდებით იყო დაკავებული თავდაცვის მინისტრი, რომელიც თურმე ნატოში შევყავდით თან. ხალხს ამწყდებდა ქვეყნის შიგნით და შევყავდით ნატოში და სამხრეთს აგლეჯდა საჯარო მოხელებს და მაინც შევყავდით ნატოში. უცნაურია სულ ცოტა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდშიც ბაჩვა ხალაიას წინააღმდეგ მტკიცებულებები არის საკმაოდ მყარი. სხვა მაღალ ჩინოსნებს რაც შეეხებათ, არ არის გამორიცხული, რომ როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ჩინოსნების მიმართ დადგეს გარკვეული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მე მინდა ერთი რამით დავასრულო ამ შეკითხვაზე პასუხი. დღეს ძალიან ბევრს ვისმენთ სიტყვას პოლიტიკური ანგარიშწორება. ყველამ უნდა გავიგოთ კარგად, რომ ანგარიშწორებასთან არ გვაქვს საქმე, ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის პროცესთან საქმე და პოლიტიკური არავითარ შუაში აქ არ არის, რადგან ყველამ უნდა ვიცოდეთ, მათ შორის მეც, რომ როდესაც მე აღარ ვიქნები მინისტრი, არ უნდა მქონდეს უფლება ვთქვა, მე ხომ მინისტრი ვიყავი და არ შემეხოთო. აი ამასთან გვაქვს დღეს საქმე. არ შეიძლება, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებს ეგონოთ, რომ რახან ისინი იყვნენ მაღალჩინოსნები, ეს მათ აძლევს რაღაც იმუნიტეტს. არსებობს ბევრი შეკითხვა მეთქი ვთქვი და თუნდაც გავიხსენოთ ციხის ეგრეთ წოდებული ბუნტი, გავიხსენოთ სერგო თეთრაძის საქმე, რომელშიც ბაჩვა ხალაიას უნდა მიეღო რაღაცა ტიპის მონაწილეობა. ამ და კიდევ ბევრი სხვა კუთხით მიმდინარეობს ფაქტების შესწავლა, მტკიცებულებების შეგროვება და თუ შეიქმნა სათანადო საფუძველი, რა თქმა უნდა, მისი ბრალი დღეებთან ერთად დამძიმდება და არ არის გამორიცხული მან გაიყოლოს თან სხვა ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანიც, რომელიც მასთან ერთად ამ დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობდა, ხელს უწყობდა ან ხელს აფარებდა. ბატონთეა, ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით ჩაგეკითხებით რესტორნის ინციდენტს გულისხმობ, რის საფუძველზეც ახალაიას დაუმძიმდა ბრალი. მთავარმა პროკურორმა ბრძანა, რომ მოწმეთა ჩვენებებში ამ ინციდენტში კალანდაძეც ფიგურირებდა. თუმცა ბრალი დაუმძიმდა მხოლოდ ახალაიას. რატომ არ დამძიმდა ბრალი ამ შემთხვევაში? მოგახსენებთ. მე გითხარით, რომ ამაზე იყო მეთქი გუშინ საუბარი. რომ თუ იმ სუფრასთან ბაჩვა ხალაიასთან ერთად იმყოფებოდა გიორგი კალანდაძე, რომელიც მაშინ გენშტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო. რა თქმა უნდა, ისმის ლეგიტიმური კითხვა, მაშინ რატომ უმძიმდება ბრალი ახალაიას და არ უმძიმდება ბრალი კალანდაძეს. ეს საუბარი იყო, სჯელობა, რაც ბუნებრივია, როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება. როდესაც მე გავეცანი საქმის მასალებს, სხვებისგან განსხვავებით ბრალის წაყენება ჩემ მიერ მოხდა მხოლოდ კალანდაძისთვის. პროკურატურის სხვა მუშაკებმა წაუყენეს ბრალი დანარჩენ დაკავებულებს.
მე მივიჩნიე, რომ კალანდაძის ნაწილში, სუფრის ეპიზოდში, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებული მტკიცებულებები ჯერ არ იყო იმ ხარისხის, რომ ბრალის წაყენება ყოფილიყო შესაძლებელი. რადგანაც მე ვიყავი ოპოზიციაში იმ ხელისუფლების, რომელიც აკეთებდა იმას, რომ თუ მძიმებდა ჯგუფის ერთ წევრს ბრალს, ავტომატურად ბრალი უმძიმდებოდა დანარჩენს. ეს იყო დიდი შეცდომა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდა, რადგან ჩემი წინამორბედი ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის პრინციპს არ ცნობდა და კოლექტიურად ასამართლებინებდა ხალხს. კოლექტიური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის პრინციპს არ იცნობს ცივილიზებული სამყარო და ცივილიზებული სამართლებრივი სისტემა და იმისთვის, რომ გიორგი კალანდაძეს არ არის გამორიცხული მომდევნო დღეებში სუფრის ინციდენტთან დაკავშირებით დაუმძიმდეს ბრალი, შეიძლება არც დაუმძიმდეს, მაგრამ შეიძლება დაუმძიმდეს, ეს გუშინ არ იყო შესაძლებელი. იმიტომ რომ ის იქ იყო სუფრასთან, ჩემთვის ეს არ არის საკმარისი, რომ დავასკვნა, რომ მან ბაჩუ ახალაიას იმ მომენტში ხელი შეუწყო ადამიანის დამწყდევაში, ანუ უკანონო თავისუფლების აღკვეთაში. თუ ეს გამოიკვეთა, მაშინ საჭიროა ქონდეს ფაქტები, გამონათქვამები, ქმედებები თუ მოქმედობები კალანდაძის მხრიდან სუფრის მიმდინარეობის დროს, რომ ჩვენ დავასკვნათ, რომ დიახ, მან მიიღო ბაჩუ ახალაიასთან ერთად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში მონაწილეობა. ერთის ბრალის დამძიმება არ უნდა იწვევდეს ავტომატურად მეორე ადამიანის ბრალის დამძიმებას, თუ მეორე ადამიანის წინააღმდეგ მტკიცებულებები შეკრებილი ჯერ არ არის. ამიტომ გუშინ ჯერ არ იყო შეკრებილი და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ბრალი წარდგენილი ყოფილიყო მხოლოდ ერთი მუხლით. გავიტანთია თქვენ ციხის ბუნტი ახსენეთ და შესაძლებელია, რომ ამ ნაწილშიც დაიწყოს გამოძიება და სადაც იკვეთება ასევე ბაჩუ ახალაიას ფიგურა, ხო? იმ პერიოდში სასჯელი ახსნილების დეპარტამენტი ექვემდებარებოდა იუსტიციის სამინისტროს და მინისტრი გახდა გია ქავთარაძე. მე მაინტერესებს თუ მოხდება ბატონი ქავთარაძის დაკითხვა და რაიმე სახით მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. როდესაც წავა უფრო შორს ციხის ბუნტის საქმეზე მუშაობა პროკურატურის მხრიდან, რა თქმა უნდა, შეკითხვები დაესმება ყველა იმ პირს, ვინც შესაძლოა ყოფილიყო ამ საქმეში ჩართული, რასაც ქვია 2006 წლის მარტის ციხის ბუნტი ორთაჭალის საპატიმროებში. დადგება თუ არა ყოფილი მინისტრის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, ამაზე საუბარი არასერიოზული და ნაადრევი ამ ეტაპზე. ერთი რამ ცხადია ყოველგვარი კვლევისა და გამოძიების გარეშე, რომ ის არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი. არის თუ არა ის სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელიც, ეს უნდა გაირკვეს. მაგრამ აშკარაა, რომ თუ რომელიმე მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ დეპარტამენტში ხდება კაცის კვლავ, პოლიტიკური თანამდებობის პირი მინისტრი, როგორც მინიმუმ არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი. ამიტომაც იყო, რომ სასწრაფოდ გამოსწორდა ის შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა ჩვენი მთავრობის მიერ ბატონ ქავთარაძესთან მიმართებაში და როგორც იცით, ის აღარ იკავებს იმ მოადგილის თანამდებობას, რომელიც მან შეცდომით დაიკავა. ამ წუთში 7 ნოემბრის საქმის გამოძიებამდე სხვა საქმეებია ძიებაში, დღეს ხვალ და ზეგ და მომდევნო დღეებში, თუმცა 7 ნოემბრის საქმე და არა მხოლოდ 7 ნოემბრის, არამედ 26 მაისის საქმეც არის ის ორი დიდი და საზოგადოებისთვის პრიორიტეტული საქმეები, რომლითაც რა თქმა უნდა დაკავდება პროკურატურა. თუმცა მანამდე, როგორც გითხარით, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა სერგო თეთრაძის საქმეზე.
ერთ-ერთი სავარაუდო მკვლელობის საქმეზე, რომელშიც გარეული უნდა იყოს ბაჩუ ახალაია და რომლის შესახებაც გუშინ მივიღეთ ოჯახის წევრებისგან საჩივარი და ის საქმეები, რომელიც შეიძლება იყოს მიბმული უკვე დაკავებული პირების პასუხისმგებლობასთან სხვა სამხედრო პირებთან მიმართებაში. პირველ რიგში ამ დღეებში ამ საქმეებზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა იმ საქმეების ნუსხაში, რომელიც უნდა იქნეს გამოძიებული, რა თქმა უნდა 7 ნოემბერი და 26 მაისი ერთ-ერთ პირველ ადგილას ფიგურირებს. გმადლობთ. ქალბატონოთია, მე მინდა კითხოთ თქვენ შეწყალებასთან დაკავშირებით ყოველთვის საუბრობთ, რომ იქნებოდა შეწყალება. ანუ იგეგმება თუ არა შეწყალება მსჯავრდებულების და რა ტიპის მსჯავრდებულებს შეეხებათ? მე არასდროს არ მithქვამს, რომ იგეგმება შეწყალება, რადგან შეწყალება არის პრეზიდენტის უფლებამოსილება და მე არ შეიძლება ვგეგმავდე პრეზიდენტის მაგივრად შეწყალების პროცედურას. ჩვენ ერთადერთი რაზეც ვსაუბრობდით იყო ამნისტია, რაც აბსოლუტურად სხვა სამართლებრივი მოცემულობაა. ამნისტიის კანონ პროექტი არის მუშაობის პროცესში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში. ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა იუსტიციის სამინისტროს ქალბატონ ეკაბესელიასთან. იმ კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით, რომელსაც უნდა შეეხოს ამნისტია. ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ არსებობს მიზანი, რომ განტვირთოთ ციხეები უკანონოდ მსჯავრდებული პირებისაგან და არსებობს მეორე მიზანი, რომ საზოგადოება დარჩეს დაცული კრიმინალისგან. ამ ორ მიზანს ერთმანეთში მორიგება სჭირდება. ეს ორი მიზანი უნდა მორიგდეს ერთმანეთთან ისე, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ საზოგადოებებში, რომ ერთის მხრივ განიტვირთოს ციხეები და ადამიანებმა, პატიმრებმა იგრძნონ, რომ სამართლიანობა მოვიდა და მეორე საზოგადოებას არ შეეშინდეს იმის, რომ კრიმინალი გაიზრდება. ამიტომაც არის უმნიშვნელოვანესი მუხლების განხილვა თუ რომელი მუხლით იქნებიან პატიმრები ამნისტირებული და რომლით არა. უკვე ცალსახაა ის მუხლები, რომლებსაც ამნისტია ვერ შეეხება, თუნდაც არასრულწლოვანზე ძალადობა და სექსუალური დანაშაულები ვერ იქნება, რა თქმა უნდა, ამნისტირებული. ამნისტია ჩვენ გვინდა რომ შეეხოს ყველა პირობით მსჯავრდებულს, რომ პრობაცია გაუქმდეს. დანარჩენ მუხლებზე მიმდინარეობს ჯერ კიდევ სამუშაო პროცესი, რომელიც ძალიან მალე უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ამან უკვე დიდი დრო წაიღო და პატიმრები ელიან შველას. ეს არ იქნება ერთადერთი აქტი პარლამენტის. ჩვენ გეგმავთ აგრეთვე პარლამენტის ფარგლებში მანამ სანამ ჯერ კიდევ მე მოვიხსნიდი პარლამენტარის უფლებამოსილებას, იმ დროიდან მოყოლებული არის მსჯელობა ოლით პატიმრების რეაბილიტაციის აუცილებლობაზე და ამითაც დაკავდება პარლამენტი რამდენიმე დღეში. შეიძლება დღეს გიგი უგულავამ ჩვენთან პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა ესეთი რაღაც, როცა მე არ შემიშვესო მთავრობის ხდომაზე, იქ დღის წესრიგში განიხილებოდა პროკურატურის ცალკე გამოყოფის საკითხი და თუ არის მსჯელობა კიდევ ამ თემაზე. თბილისის მერი გიგი უგულავა ვითარცა ხულიგანი შემოიჭრა მთავრობის ხდომაზე. ის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დემოკრატიულ ქვეყანაში და უბრალოდ გვინდა რომ ვიყოთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ამას ვაშენებთ უკვე რამდენიმე დღეა. ის არავინ არ დააბრკოლა, როგორც თბილისის მერი შემოსულიყო კანცელარიის შენობაში და მომხდარიყო
აბსოლუტურად დაუბრკოლებლად, ხას უსვამ აბსოლუტურად დაუბრკოლებლად მე-12 სართულზე, სადაც იმართება მთავრობის ხდომები და მოხვედრილიყო აბსოლუტურად დაუბრკოლებლად შემოჭრილიყო მთავრობის ხდომის დარბაზში. თქვენ მოგეხსენებათ, კანცელარიაში არის დაცვა, მაგრამ დაცვას არ მიუღია არანაირი ზომები იმისთვის, რომ კანცელარია ყოფილიყო თბილისის მერისთვის ჩაკეტილი, რადგან ეს არ შეიძლება. ამიტომაც ისარგებლა რა ამ შემთხვევით თბილისის მერი შემოიჭრა ხდომის დარბაზში. მან მოითხოვა სასწრაფოდ მოესმინათ მისთვის, რადგან მას რაღაცები ჰქონდა სათქმელი. ამის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრის მხრიდან ქალაქ თბილისის მერს მიეთითა, რომ მთავრობის რეგლამენტის თანახმად თბილისის მერს არ აქვს უფლება ესწრებოდეს მთავრობის სხდომას. არ გაითვალისწინა რა ეს მითითება პრემიერ-მინისტრისა, გიგი უგულავა აგრძელებდა დებოშს, ხმამაღლა გვესაუბრებოდა და გვიმტკიცებდა, რომ მას აქვს უფლება იქ იყოს და მას აქვს უფლება მოგთხოვოს პასუხი რაღაც თემაზე. თემები ძალიან ბევრია, რომელიც ერთობლივად უნდა განიხილოს მთავრობამ და თბილისის თვითმმართველობამ და პირველ რიგში მერმა, მაგრამ ამ თემების განხილვა არ ხდება დებოშის პირობებში და ამ თემების განხილვა არ ხდება მერის მიერ მთავრობის ხდომის დარბაზში შეჭრით. ამისთვის არსებობს ურთიერთობის სხვა ფორმატი. აქედან გამომდინარე ის იქნა აგრეთვე მას მიეთითა პრემიერ-მინისტრის მიერ, რომ დაეტოვებინას ხდომის დარბაზი და მან დიდი უკმაყოფილებით ხმაურით დატოვას ხდომის დარბაზი. თუ ეს იყო საქმისთვის მოსვლა, ალბათ ამას სიბეცე შეიძლება უწოდოთ და მეტი არაფერი, იმიტომ რომ საქმე ასე არ გვარდება. თუ ეს იყო პიარული გასროლა, ეს გასროლაც ვერ გამოვიდა, იმიტომ რომ საზოგადოება იმ ცუდ უბრალო პიარით უკვე არის დაღლილი, რისი ავტორიც უკვე იყო 9 წლის განმავლობაში სხვებთან ერთად გიგი უგულავა. რაც შეეხება პროკურატურის კანონს, დებოშისას როგორც ჩანს, მან დაინახა, რომ ეკრანზე გამოქვეყნებული იყო ის დღის წესრიგი, რომლის პირველ საკითხად მე გახდით მომხსენებელი. ეს საკითხი ეხებოდა და ეხება კვლავაც იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის როლების ისე განაწილებას, რაც უფრო სწორი იქნება სისტემისთვის. კერძოდ რა იგულისხმება? ამაში არაფერი ახალი, რაზეც არ მისაუბრია აქამდე. თქვენ იცით, რომ პროკურატურის შესახებ კანონი და შესაბამისად ყველა სხვა კანონი, რომელიც ამ კანონთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, მორგებული იყო ჩემს წინამორბედზე, რომელიც გახდათ მინისტრი და გახდათ ამავე დროს პრაქტიკულად გენპროკურორი, რადგან მას შეეძლო სისხლის სამართლებრივი დევნა. სისხლის სამართლებრივი დევნა არის დღეს ჩემი კომპეტენციაც, იმ ძველი კანონიდან გამომდინარე, მანამ სანამ არ შევცვლით ამ კანონს და ამ კანონის შეცვლაზე იყო დღეს საუბარი. მე ბევრჯერ თქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე არ მინდა ვიყო ურჩხული მინისტრი, იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ ეს არ მომწონს, იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის არის საზიანო და სისტემა არ არის ამგვარად სამართლებრივად გამართული. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუშაობთ კანონთა საკანონმდებლო ცვლილებების მთელ რიგ პროექტებზე, რომლებიც მოიტანს იმას, რომ იუსტიციის მინისტრს აღარ ექნება სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილება. იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება ის პირი, ვისაც შეეძლება ექსკლუზიურად დააკავოს მაგალითად გენშტაბის უფროსი. იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება ის პირი, ვისაც შეუძლია ექსკლუზიურად დააკავოს მაგალითად საქართველოს პრეზიდენტი. ამგვარი დევნის უფლება გადაეცემა მთავარ პროკურორს, რომელიც უნდა იყოს მთავარი სისხლის სამართლებრივი მდევნელი ქვეყანაში. თუმცა, იმისთვის, რომ სისტემა იყოს დაბალანსებული, იუსტიციის მინისტრი, რა თქმა უნდა, შეინარჩუნებს გარკვეულ ნუსხას ვერ კეტების იმისთვის, რომ მთავარი პროკურატურა არ გადაიქცეს საშიშ მოცემულობად დემოკრატიული ფასეულობებისთვის.
მაგალითად, იუსტიციის მინისტრი იქნება ის პოლიტიკური თანამდებობრივი პირი, რომელიც განსაზღვრავს სისხლისამართლებრივ პოლიტიკას ქვეყანაში, სხვა დაინტერესებულ ხელისუფლების შტოებთან ერთად, რა თქმა უნდა, და პროკურორებისთვის შეიმუშავებს ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, ოღონდ ჩემი მოთხოვნით კანონპროექტში ჩავწერეთ, რომ როდესაც მე ამგვარ სახელმძღვანელო პრინციპებს შევიმუშავებ, თავარ აქცენტს მექნება ვალდებულება გავაკეთო ადამიანის უფლებებზე. გარდა ამისა, ეს სახელმძღვანელო პრინციპები დღეს თუ ჩაიხედავთ თქვენ პროკურატურის შესახებ კანონში, ზურაბადეიშვილს სურდა, რომ ყოფილიყო საიდუმლო და არის საიდუმლო, ასე წერია კანონში, რომ ეს არის კონფიდენციალური და ვინც კი ამას გაახმოვანებს, მას ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა პროკურატურაში. ჩემი სურვილია, რომ ეს სახელმძღვანელო პრინციპები იყოს ღია, საჯარო და სხვებისთვის და თქვენთვისაც, მათ შორის ხელმისაწვდომი, რომ შეაფასოთ, რამდენად სწორად და კარგად მართავს იუსტიციის მინისტრი პროკურატურის ორგანოებზე. და ეს კანონპროექტი უკვე პარლამენტს წარიდგინებად როგორი პროცედურა გეტყვით. ის რაც დაინახა ხულიგანმა ქალაქის მერმა, იყო მხოლოდ ერთი კანონპროექტი, რომელზეც გქონდა წინასწარი მოთელვა დღეს. ჩვენ დღეს გვაქვს კიდევ 2-3 შეხვედრა, რომ მთლიანად სხვა პროსტორად გლობალურად შევხედოთ უკვე ცალ-ცალკე კანონებს კი არა, დღეს რასაც ვიხილავდით მთავრობის ხდომაზე, პროკურატურის შესახებ კანონი არ იყო, ეს იყო მთავრობის უფლებამოსილების შესახებ და სტრუქტურის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებების პროექტის წინა პროექტი მე ვიტყოდი, იმიტომ რომ აზრების მოთელვა და შეჯერება გსურდა ერთმანეთთან მინისტრებს შორის. პარლამენტთან გვაქვს დღეს შეხვედრა და არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო კვირაში უკვე ამან მიიღოს საბოლოო სახე. არ არის ეს შეხვედრა, არის სამუშაო. დღევანდელი მთავრობის ხდომიდან გამომდინარე, მე მაქვს ვალდებულება, რომ ის რაც ითქვა მთავრობის ხდომაზე გავაცნო, როგორც საკანონმდებლო შტოში მომუშავე იურისტებს უმრავლესობიდან, აგრეთვე მთავარ პროკურორს და ჩემს მოადგილეებს და ამისთვის იმართება დღეს ეს სამუშაო შეხვედრა. არაფერს.